მოგესალმებით პატივცემლო მეგობრებო. დღეს ჩვენი 23 გადაცემაა და ამ გადაცემის თემა არის სამყარო და ადამიანი. ჩვენ გადაცემასაც ასე ქვია ჩვენი სამყარო, მაგრამ სიტყვაში სამყარო რას გავიგებთ, ცოტა შეიძლება დამაბნეველი იყოს ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამყარო ნიშნავს ფიზიკურ სამყაროსაც, ის რაც ჩვენს გარშემო არსებობს და რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, მაგრამ სხვა არის ქართულ ენაში სამყარო, ჩვენი სამყარო, ანუ ჩემი სამყარო ნიშნავს იმ სამყაროს, რომელიც ჩვენს აღქმაში მოგვეცემა, როგორც ამ სამყაროზე ჩვენი წარმოდგენა. ძნელი სათქმელია, რამდენად ახლოს არის ფიზიკური სამყარო და ჩვენს გონებაში აღქმული სამყარო ერთმანეთთან. ეს ასე ვთქვათ, ექსპერიმენტითაც ალბათ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შეამოწმო ამის მსგავსება თუ სიახლოვე, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ საკითხი ძალიან საინტერესოა, ამ საკითხზე ბევრს უფიქრია, ბევრი ფილოსოფიური მიმდინარეობაა დაწყებული სრული მატერიალიზმიდან დამთავრებული სრულ ისეთ ფილოსოფიამდე, როდესაც უშვებენ, რომ ეს სამყარო მარტო მე ვარ და მარტო ჩემში არსებობს და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ ჩემი აღქმებია, მაგრამ ალბათ სიმართლე სადღაც ამათ შორის არის. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რაზე ვილაპარაკებთ დღეს, იმისთვის რომ ამ საკითხში ასე ვთქვათ, ცოტა მეტნაკლებად რაღაცა სინათლე შევიტანოთ, სტუმრად მოვიწვიეთ ილია უნის პროფესორი ბატონი გიგი თევზაძე. მოგესალმებით ბატონო გიგი. ხო, ეს კითხვა რა არის? ესე იგი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რა არის სამყარო თუ რას ნიშნავს სამყარო ჩვენთვის თუ რატომ საერთოდ ადამიანები რატო ფიქრობენ სამყაროზე? ფიზიკურ სამყაროზე სამყაროს იკვლევენ ფიზიკოსები. არა მაგრამ ხო, არა მარტო, მაგრამ დავამკვიდროთ ეგრე. ხოლო ჩვენ ახლა გვაინტერესებს რა არის ის სამყარო, რომელიც ჩვენს გონებაში ამოწევა. ხო, იცით, დიდი განსხვავება არ არის სხვა შორის ამ ორ შორის, ეს იმ სამყარო, რომელსაც ფიზიკოსები იკვლევენ და რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც და ფიზიკოსებისთვისაც გადავლახავი ზღვარი არის ჩვენი აღქმა. ისინი სხვა აღქმით ხელმძღვანელობენ. ანუ ისინი რაც არ უნდა ინსტრუმენტი გააკეთო, მაგალითად რაც არ უნდა მიკროსკოპი გააკეთო და რაც არ უნდა ზუსტი ხელსაწყო გააკეთო, ის არის მაინც გაკეთებული როგორც ჩვენი აღქმის გაგრძელება, ჩვენი შეგრძნებების გაგრძელება. და ეს არის ისეთი რა, სხვა შორის ეს ბევრს ძალიან დიდი ხანი არ ესმოდა. აი ეხლა შეიძლება რამდენიმე ფიზიკოსი ამას ხვდება და ამაზე ლაპარაკობს, რომ შეგრძნებები ეს არის გადავლახავი ზღვარი, თორე ეს თუ რაღაცა წინა საუკუნეში ეს იყო ისეთი რა, ესე იგი მიუღებელი აზრი იყო, ესე იგი ეგონათ რომ ჩვენ თუ კარგად ესე იგი დავაკვირდები და კარგი ინსტრუმენტებს გამოვიგონებთ, ჩვენ აი მივალთ ნახავთ სინამდვილეში რა არის ეს სამყაროს არსი და სამყაროს შემადგენელი ნაწილები. წინა საუკუნეში არა, წინა საუკუნეში ისიც ეგონათ რომ დეტერმინისტული იყო მთელი სამყარო. იცი როგორ არის, ეგ კამათი დღესაც ისეთია რელევანტურია, იმიტომ რომ აი სწორედ ის ამბავი რომ სამყარო დეტერმინისტულია თუ არ არის დეტერმინისტული, ეს არის პრინციპში გადაუწყვეტელი პრობლემა, იმიტომ რომ აი ნახე როგორ არის ის რასაც ძირითადად რაც მოყავთ ამ არადეტერმინისტული სამყაროს სასარგებლოდ არგუმენტაციაში, ეს არის ის მოვლენები, რომლებიც ადამიანები აღმოაჩინეს მიკროდონეზე და მაკროდონეზე. იმიტომ რომ აი ხა ჩვენს ურთიერთობის დონეზე სამყარო დეტერმინისტულია, სრულიად რა. ხო და მაგრამ მიკროსამყაროში ალბათურია უკვე. ხო, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის სინამდვილეში თავარი პრობლემა. აი მაგალითად ესე იგი, როდესაც აი ეს პრობლემა, რომ შეგვიძლია თუ არა ჩვენი შეგრძნებების გადალახვა და იმის იქით რამის დანახვა, ნუ ესეთი, ნუ ის იყო რა, ახალი დროის ფილოსოფიის ისეთია რა, ძირითადი პუნქტია. და სხვა შორის ეს აწუხებდა აინშტაინს, თუმცა ამაზე ბევრს არ ლაპარაკობდა, საერთოდ არ ლაპარაკობდა, თავის დღურებში წერდა რაღაცებს, რა კითხულობდა კანტს. ნუ კანტის ხა მთავარი ის რა არის, ხო? ხა ის კი არ იყო. ეს მაინდა-მაინც აინშტაინს არ აწუხებდა ეს ამბავი, რომ ჩვენ შეგრძნებს გადავლახავთ თუ არ გადავლახავთ. აინშტაინს სხვა რამე აწუხებდა, ხა თითქოს ხო ისეთი რამეა, რომ ეს ამას უნდა შეეწუხებია წესით, ხო? გადავლახავთ თუ არა ჩვენ შეგრძნებს. არა. აინშტაინს აწუხებდა სხვა რაღაცა. ესე იგი, შესაძლებელია თუ არა ესე იგი, მხოლოდ აზროვნები ჭეშმარიტების დადგენა. ეგ აინშტაინი არ იყო მაგაში პირველი. არა, პირველი არ იყო, მაგრამ აკრატო მოდის ხო? საიდან?
ანტიკური საბერძნეთთან ხოლო და აქ უკვე ხო იქაც მგონი უფრო ადრეს მაგაზე ნაფიქრებია. აქ ძალიან კონკრეტული პრობლემა დაიწყო. როდესაც ესე იგი დაიწყეს ისა ინტერპრეტაცია ექსპერიმენტული მონაცემების აქ გამოვიდა რომ ესე იგი ამ ექსპერიმენტალური მონაცემების ინტერპრეტაცია ჭირდება ძალიან დიდი მათემატიკური აპარატი და ძალიან დიდი ესე იგი მოგონებული მათემატიკური სამყარო და იქ არის აინშტაინის დღიურებში არის რომ კანტს კითხულობს და კანტის ახლა მთავარი ის რა იყო კანტის მიღწევა როგორც გონიათ შეცდომით ის კი არ იყო რომ ესე იგი ჩვენ შეგრძნებს ვერ გადავლახავთ ეს მანამდე თქვენს ბევრმა რა კანტის ამბავი იყო რომ კანტმა თავარი ამბავი იყო რომ კანტმა დაამტკიცა რომ თვითონ ეგონა დაამტკიცა bez გონია რომ დაამტკიცა და bez გონია რომ დაამტკიცა რომ აპრიორულად შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა ამას კანტმა დაარქვა აპრიორულ სინთეზური მსჯელობები არის შეუძლებელი ანუ ეს რაც ნიშნავს ახლა ეს ვთარგმნოთ ახლა რთული ფრაზაა ხო ეს ვთარგმნოთ ჩვენ სცენაზე ეს ნიშნავს იმას რომ ექსპერიმენტის გარეშე და ესე კიდევ უფრო დავამძიმოთ ესე იგი მანქანის გაკეთების გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ ჩვენი ესე იგი მოფიქრებული დებულება მართალია თუ არა ანუ ეს რას ნიშნავს რა ეს ნიშნავს იმას რომ და აინშტაინმა მიაწერა იმ თავის იმაში რა თავის დღეში მიაწერა რომ არა კანტია ცდებოდაო და ეს არისო შეიძლებაო ესე იგი მხოლოდ ესე იგი აზროვნები ჭეშმარიტების დადგენაო მაგრამ ახლა გაიარა დიდმა დრომ ესე იგი თეორიული ფიზიკა ძალიან განვითარდა და ამან ანახა რომ თლად ესე იგი აინშტაინი არ იყო მართალი იმიტომ რომ ესე იგი უამრავი თეორია არსებობს რომელსაც არ აქვს ექსპერიმენტული მტკიცებულება და რომლებიც არსებობენ მხოლოდ იმ ძალით რომ ისინი ინტერპრეტაციას უკეთებენ ექსპერიმენტალურ მონაცემებს ხო კვანტურობას მაკროდონეზე აი ეს რო ამბობენ რომ ისა დროს იღუნება ეს ხო ცნობილი ის არის რა ამის ინტერპრეტაციას ახდენენ თუმცა ესე იგი ამისი ახსნა შეიძლება ბევრად უფრო ელეგანტურად და ბევრად უფრო კლასიკურად რა თუ დაუშვებ რომ იქ ვრუნდება არა სამყარო არამედ შენი აღხმა მაშინ ყველაფერი გასაგებია მაგრამ სადგადის ზღვარი მაგას აი მაგაშია საქმე სადგადის ზღვარი რა ეხლა ეს უკვე ის არის რა ესე იგი ჩემი კვლევის დანამატია და ამ შემთხვევაში მე ვიყენებ იმას ევოლუციის თეორიას რა ახლა წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა რომ სამყარო არის ვიცით რომ არის ესე იგი დავარქვათ ამას მეზოსამყარო ანუ ჩვენ რომელსაც აღვიქვამთ ჩვენ ესეთი ჩვენი შეგრძნებებით და არის მიკროსამყარო რომელსაც ვერ აღვიქვამთ ჩვენი შეგრძნებებით არის მაკროსამყარო რომელსაც ასევე ვერ აღვიქვამთ ჩვენი შეგრძნებებით ხო ჩვენ გვჭირდება რაღაცა ინსტრუმენტი იმისათვის რომ მიკრო და მაკროსამყარო აღვიქვათ ანუ გავაგრძელოთ ჩვენი შეგრძნებები მიკროდონეზე და მაკროდონეზე ეხლა წარმოვიდგინე როგორ რაღაცაა ხო ესე იგი ტვინი და ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან დიდი ხანია ევოლუციონირებს ხო და რა უცნაურის არ უნდა იყოს ესე იგი ეს რაც ევოლუციის ერთ-ერთი ის არის რა ძალიან კარგი არგუმენტია ესე იგი ჩვენ და სხვა ესე იგი იმას არსებებს რომელსაც ნერვული სისტემა გვესმის ერთმანეთის აი ბუს რო ხელს აუქმნათ ბუზი მიფრინავს ესე იგი ვიცით დავუშვათ ძაღლი რო იღრინება რას ნიშნავს ვიცით მაგალითად რას ნიშნავს ოდესაც ორი ცხოველი რაღაც ურთიერთობაში შექმნათ და იმათაც ასევე ესმით ჩვენ ხო ესე იგი როცა ვემუქრებით იმათ იციან რომ ვემუქრებით როდესაც ესე იგი ვეთამაშებით იმათ იციან რომ ვეთამაშებით ასე შემდეგ რა მოკლედ ეს ჩვენი მაშინ გამოდის სცენარები არიან სხვანაირი არიან მაგრამ ესე იგი მაინც ესე იგი ჩვენ გვესმის მათი ინსტრუმენტებით რა ახლა ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს რომ სცენარები გადასარევ აქამდე ეგონათ რომ სადღაც აი წინა საუკუნის 90-იან წლებამდე ეგონათ რომ სცენარებს არ აქვს დროში კომუნიკაცია. ანუ ეგონათ რომ ეს კომუნიკაცია მხოლოდ გენეტიკურია. ანუ რაზეა გენეტიკური კომუნიკაცია, რომ თუ რაღაცა იქ მოხდება პროცესი, ესე იგი სცენარები გადაირჩევენ ამ მიმართულებით, იმ მიმართულებით და ესე ხდება კომუნიკაცია. აღმოჩნდა რომ არა. აღმოჩნდა რომ ისინი დროში აქვთ მათ კომუნიკაცია და აი ამ კომუნიკაციას ისინი აწარმოებენ სოკოების ქსელის საშუალებით. სოკოების ქსელის, ხო, სოკოები ხო ეს გარდამავალი არის, გარდამავალი ფორმა არის ცხოველებსა და მცენარეებს შორის და სწორედ სოკოების ქსელია, რომელიც აი ტყეში ხეებს აძლევს და მცენარეებს აძლევს საშუალებას ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ და ინფორმაცია გადაცემა. ძალიან საინტერესოა. ხო, მაგარი რაღაცაა. რა ინფორმაციას გადაცემენ? ინფორმაცია ყველაფერზე როგორც ამბობენ რა, მაგალითად ესე იგი შემოდის ცუდი ხალხი ტყეში, რომელსაც რაღაცა მოგუჭერა რაღაცა ესენი. მოკლედ ყველაფერს იმაშვებიან რა. ყველაფერს ერთმანეთს ესე იგი ამას აი ამ გზით ურთიერთებიან. ეხლა ეს ახლა როგორ გახდა ეს ისა როგორ მოგვეცა ადამიანებს საშუალება რომ ეს გავიგოთ, ესე იგი იმითი დავაგრძელეთ ჩვენი შეგრძნებების ორგანოები, ხო და შევედით იმ სცენარების და იმისა ნახოთ იქ ელექტროიმპულსები რაღაცები და ნუ შემდეგ დავადგინეთ. ხო და დაუბრუნდით ისო იმას თემას, ხო და ჩვენი ყველასი შეგრძნებები ჩამოყალიბდა ისე რომ ჩვენ ძალიან კარგად ვერ ყვეოდეთ იმაში ამ შუა სამყაროში.
აი ამაში ვიცოდეთ რომ ესეთია საერთო გვაქვს ეგ არა ესე იგი ამ მაგაში თუ არ გავერკვევოდით ვერც გადარჩებოდით ანუ ჩვენ და ცხოველებს ამაგით საქმე გვაქვს დაახლოებით ერთად და ბუსსაც სხვადასხვა რა იმიტომ რომ ბუსი მაგიდაზე რო ჭდება და ხა ჩემ ხელისკენ რომ მოდის იმან იცის რას აკეთებს ხო არ აკეთებს იმას მნიშვნელობა მაგაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკ ხეს როგორ ნერვული მოქმედება მაგრამ ფაქტია რომ ესე იგი გვესმის ერთმანეთი და ის ფრთხილია იმიტომ რომ იცის რომ ამ ხელმა რომელსგანაც ის მოდის ის შეიძლება მოკლას თუმცა არ რომ გაიქცეს ხო და ჩვენი გადარჩევა ზუსტად წავიდა იმის რომ ჩვენ ნერვული სისტემა ჩამოყალიბდა ისე რომ ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევით მეზოსამყაროში მაგრამ არანაირად არ გვჭირდებოდა არაფერში რომ გარკვეულიყავით ესე იგი მიკრო და მაკრო სამყაროებში ევოლუციური ხო არაფერში არ გვჭირდებოდა რა იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მუტაციით ოდესღაც წარმოიშვა ესე იგი ვიღაცა რაღაც არსება რომელიც გადასარევად ესე იგი ერკვევოდა მიკროსამყაროში ან არსება რომელიც გადასარევად ერკვევოდა მაკროსამყაროში მაგრამ ის დაიღუპებოდა 2 წუთში იმიტომ რომ საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებდა რა ხდება იმაში ხო აი ამ შუა სამყაროში სადაც ჩვენ ცხოვრობთ არა თან რესურსიც მეტი დაჭირდება ამ შემთხვევაში და რესურსის გამოყენება იმაზე რაც არ გჭირდება და ფაქტურად დაკლება იმაზე რაც გჭირდება გადარჩენისთვის ეს მოკლედ მათ არ აქვს გადარჩენის შანსი ასე რომ ჩვენი ნერვული სისტემა ზუსტად ესე ჩამოყალიბდა რომ კარგად აღიქვას ეს ისა რა ეს მეზოსამყარო რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავს იმას რომ ჩვენ საერთოდ ესე იგი წარმოუდგენა არ გვაქვს და ვერც გავიგებთ ვერასოდეს რა ხდება იმაში მიკროსამყაროში და მაკროსამყაროში იმიტომ რომ ჩვენი შეგრძნებები მაგისტრატს არ არის და ამიტომ იმის დაშვება რომ არ არის დეტერმინისტური სამყარო უფრო ელეგანტურია და უფრო ადეკვატურია იმის დაშვება რომ ჩვენი შეგრძნებები არ მუშაობს იქა და ამიტომაც ხან გვეჩვენება რომ დროსიბზე მრუდდება ხან გვეჩვენება რომ რაღაცა ისეთი რაღაცები ხდება ხან გვეჩვენება რომ ელექტრონი ორ ადგილას ერთდროულად არსებობს ანუ მილიონი რაღაცა რაც გვეჩვენება რა კი მაკროსამყაროშიც მაგალითად ბევრი დაშვება ყველაზე უფრო ისეთი რა მატერია თუ ბნელი ენერგია მატერია ხო რომლებსაც ურთიერთობა ბოლო თეორიას რო შეხედო ესე იგი ჩვენი ესე იგი visible ანუ რასაც ვხედავთ ის მატერია მეგონს 2%-ია თუ რაღაცა რა მთელი მატერია ნუ ისეთია რა ცოტა სასაცილო არა მე როგორც ახსოვს 4%-ია ლაპარაკი რა მნიშვნელობა ეს 2% და ხო 2% ხო და აი მაშინ საქმე ის არის 24%-ია ის ბნელი მატერია და 72-74% ბნელი ენერგია ხო რომელიც ასევე ვერ აფიქსირება ხო რომელიც ასევე არ ფიქსირდება რო შეხედოთ რისთვის არის ამათი დაშვება საჭირო ყველაფერი იმისთვის არის საჭირო რომ აი ეს შედეგები რომელიც ჩვენი შეგრძნებებით არასწორად აღვიქვით კი არ გამრუდებულად რო აღვიქვით ისინი და გაამართლონ ამ შედეგების არსებობა ეს მთელი 75% ბნელი მატერია და 24% თუ პირიქით ბნელი ენერგია მაგისთვის არის ესე აბსოლუტურად მოფიქრებული ამბებია რა და აი ესე რომ დაუბრუნდეთ იმას ესე იგი რასაც ამბობდა ჯერ კიდე პითაგორა, იმიტომ რომ ეს კამათი ესე იგი ჭეშმარიტება რა არის ძალიან ძველია, ხო? იმიტომ რომ ეხლა ის იყო ფაქტიურად ჭეშმარიტებაზე დადგენა იმისა რა არის ჭეშმარიტება, ეხლა და მაშინაც იყო ძალაუფლების მოპოვების გზა. ხო, ესე იგი მთელი ისა, ხო? მთელი მაგალითად ეხლა მაგალითად ნუ თუ ძალაუფლება, სიტყვა ძალაუფლება ცოტა გავრცობილი სახით წარმოიდგინე. არა, ისე არ არის სავალდებულო მაინდა-მაინც ის იყო. ძალიან კონკრეტული ცოტა წარმოიდგინო, ხო? შენ თუ ვიცი ჭეშმარიტება, შენ გაქვს ძალაუფლება რა, მარტივად. რა შენ მე თუ ვიცი მაგალითად ადამიანი როგორ არის მოწყობილი, ნუ მოვიღოთ მაგალითად ისა, ხო? ესე იგი საბრძოლო ხელოვნებების. შენ თუ კარგი საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ხარ, ზუსტად საბრძოლო ხელოვნების კარგი ოსტატი, ზუსტად იცი ადამიანი როგორ არის მოწყობილი. ზუსტად იცი რა გააკეთო და ამიტომ შენ გაქვს მასზე ძალაუფლება, ხო? ესეთი რა, ესე ყველა სფეროში რა შენ თუ ვიცი რა არის ეკონომიკა და როგორ არის ეკონომიკური კანონები მოწყობილი ადამიანების, ეს ცოტა შენ გაძლევ ძალაუფლებას. აი ცნობილი ის არის, ხო? ცნობილი აღარ მახსოვს ახლა ამ ბერძენი ფილოსოფოსის გვარი, ესე იგი, როდესაც დასწინოდნენ, რომ ეს ფილოსოფია არაფერში არ გჭირდება და ადგა და ესე იგი ჩვენი დღეს ისესხა ფული და შეისყიდა ყველა ზეთის სახთელი აპარატი. და ნუ მე გახდა გამდიდ დამითი რა, იმიტომ რომ მარტო მონოპოლისტი გახდა ბაზარზე და ესე იგი შეისყიდა ყველა ზეთის სახთელი აპარატი, როდესაც მოსავალი არ იყო. ამიტომაც იყიდა იაფად. და შემდეგ წლებში როცა ის ვარაუდობდა რომ მოსავალი გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ციკლურია ესე იგი ამ ზეთისხლის მოსავალი ის გახდა ძალიან მდიდარი კაცი რა. ასე თუ იცი ეკონომიკის კანონები, შენ გაქვს ძალაუფლება რა. ხო და ეს კამათი სულ იყო, რომ ესე იგი ვინ იძლევა ჭეშმარიტებას, ანუ ის ტიპები, ვინც აკეთებენ მანქანებს ანუ ეს სწორედ ეგ არის ჭეშმარიტების საზომი რომ მე თუ ვიცი რაღაცა სამყაროზე მაშინ მე გავაკეთებ კარგ მანქანას ანუ გავაკეთებ კარგ ატომურ ელექტროსადგურს გავაკეთებ კარგ ჰიდროელექტროსადგურს გავაკეთებ კარგ საბრძოლო მანქანას მაგრამ იყვნენ მეორე ხალხი რომლებიც ამბობდა რომ არა კაცო ეგ კი არ არის ესე იგი ეს არის მე მოვიფიქრებ სამყარო როგორია და აქედან გამომდინარე მე შენ ყველაფერი გეწოდინება ეს ხაზი იწყება პლატონთან და მთავრდება აინშტაინით სადღაც რა
რომელიც ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მოფიქრებადია და სულ არ მჭირდება მე ესა. მე მგონი არ თავზე ვაინშტაინი მიჯერდება. დიდ ფიგურას ვამბობ მე თორე ახლა. პლატონამდეც იყვნა ვიღაცები, ვინც ამას ამბობდნენ, მაგრამ პლატონი ყველაზე ის არის რა, ძლიერი ფიგურა იყო ამაში და ალბათ იმაში ჩვენ დროში ყველაზე ძლიერი ფიგურაა, ვინც ამას ამბობს, აი ამ იმას ეყრდნობა, ესე იგი ჭეშმარიტების ამ განსაზღვრებას, რომ ჭეშმარიტება მოფიქრებადია და მთავარია მათემატიკურად იყოს სწორად დაწყობილი, სულ არ მჭირდება მე ექსპერიმენტული დასაბუთება. ამაში ალბათ ყველაზე ძლიერი ფიგურა არის აინშტაინი რა. შეიძლება ალბათ ასე ითქვას. ხო, ნუ მეტი ახლა მე არ ვთქვა, მეტი თეორეტიკოსი. ჰოკინგსის რივერზე. ჰოკინგი ხო არა, იცი როგორ იყო, აინშტაინმა ამას ყველაფერს საფუძველი დაუდო. ჰოკინგი არის ამის გაგრძელება. ესე იგი ჰოკინგი არის აი ამ მიდგომის გაგრძელება, რომ სამყარო შეიძლება მოიფიქრო. აი დიდი სამყარო თავის ბნელი მატერიებით და გაფართოებებით და რაღაცებით აუხსნა ეს გაფართოება იმით, რომ იქ რაღაცა ენერგიას მივაწერ და რაღაცას მივაწერ და თუ მე ამაში სადღაც იქ ქვემოთ ჩავსვამ 2%-ში რო არის ეს ისა რა. ესე იგი დროც გავდნება რაღაცა, ყველაფერი აიწყობა და შესანიშნავია, ესე იგი ვიცი ჭეშმარიტება. მაგი მე მაინც მგონია რომ არ მგონი ხალხი თვლიდეს რომ ექსპერიმენტის გარეშე მაგ დადასტურებულად ჩათვალო. არა, უყურე როგორ არის არც ერთ ფიზიკოსი არ თვლის რომ უყურე როგორ არის აქ კიდე განსხვავება ორი რაღაც არის ექსპერიმენტი და არის დაკვირვება. ეს ძალიან პრინციპული განსხვავებაა რა. ერთი ამბავია შენ რასაც ესე იგი რასაც აღწერ და მეორე ამბავია რასაც აკეთებ. ეს კიდევ ერთი დიდი დილემა არის იმაში აზროვნებაში და იდეების ისტორიაში, რომლებიც ამბობენ, რომ ესე იგი რა არის ისა ჭეშმარიტების საზომი. ისევ იგივეა. ესე იგი აღწერა თუ კეთება. თუ ექსპერიმენტს აკეთებ, აქ მეტი შანსია რომ ზუსტად აგებინო. აქ მეტი შანსია რა. და კიდევ ხო ისი მასე მე ვილაპარაკებთ, ხო ეგ არის რა. მეტი შანსია კი არა, ერთ-ერთი ინსტანცია დაადგინო ეს შენი ნაზრები მართალია თუ არა, არის ექსპერიმენტი რა. თუ შენ უნდა დააყენო ექსპერიმენტი. ახლა ესეთი დაკვირვება რო არსებობდა, როცა სინათლის სიჩქარე გაზომეს პირველად ექსპერიმენტულადაც გაიზომა და უყურე თანამგზავრის ჩრდილიდან გამოსული დროების შეფარდებით. ეს მაინც არის დაკვირვება და არა ექსპერიმენტი. ეხლა ანუ სინათლის სიჩქარის აპარატი არავის არ გაუკეთებია. არა ეს აპარატი გაკეთებული იყო სინათლის სიჩქარის, კაცო სინათლის სიჩქარით რომელიც დადის? არა, სინათლის სიჩქარე. არა, სინათლის სიჩქარე ზომები ესე რომ ერთი ხროლიდან უშვება. გამზომი არის გაკეთებული. გამზომი აპარატი არის. მაინც დაკვირვებაა ეგ რა. ანუ ესე იგი ჩვენ ვიტყვით ესე იგი იმას საბოლოო ჯამში რომ კი ნამდვილად ესეა და ესე იგი სინათლის სიჩქარე ნამდვილად არსებობს და ესე იგი ეს უბრალოდ ესე როდესაც გავაკეთებთ რაღაცა მანქანას რომელიც სინათლის სიჩქარე დივლის რა. დანარჩენი ყველაფერი დაკვირვება და თეორიაა რა. ისი თეორია, როცა აკვირდები, ეგეც თეორიაა რა, იმიტომ რომ შენ აკვირდები, ოკეი, რაღაცა გავაკეთეთ, ესე გავუშვით ელექტრონები, რაღაცა გავიდა ამ კედელში, რაღაცა არ გავიდა. მერე რა. ეს ისეო ის არის რა, ესე მე ამ შემთხვევაში ხსნი იმას, რასაც ვხედავ და არა ვაკეთებ ახალ საკანს. მოკლედ, რო ვთქვა, აი მთელი ისა რა, მთელი მე ვაკეთებ მოწყობილობას, რომელიც ჩემი აქვიდან გამომდინარე, დაძლევდეს ასეთ შედეგს. ისე ვახმა, ეკო ისე ვახმა. იგივე შედეგს ვიღებ, რაც წინასწარ. ისე ვახმა რა, რა თქმა უნდა. პლა ვახმა და ამიტომაც თუ ჩემი აქვმა თავიდან არასწორი იყო და რაღაც სხვა კანონზომიერება მოქმედებს, მე ამას ვერ ვამოწმ. ხო და ძალიან ბევრია სხვა შორის, აი მეცნიერებაში უამრავია ეგეთი ისინი. ეგეთი მომენტები არა მარტო ფიზიკაში, ყველგან, რა ვიცი, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, მაშინ ბიოლოგიაში, როდესაც ძალიან დიდია წილი იმისი უმჟელობებს, წინასწარ უმჟელობებს, ანუ წინასწარი განწყობით რაღაცების კეთების და მე რო გადავწევენ აღმოჩნდება სულაც არ იყო ეგრე სინამდვილეში რა. ხო და ამიტომაც საბოლოო ჯამში მაინც გამოვდის რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის რომ მე უნდა გავაკეთო რაღაცა რა. უნდა გავაკეთო მანქანა, უნდა გავაკეთო, გამოვიგონო ახალი პრეპარატი მაგალითად რომელიც რაღაცას მოარჩენს. ხო ესეთი რაღაცეებია სინამდვილეში ჭეშმარიტების კრიტერიუმები და არა როგორც ესე იგი ჩემი ერთ-ერთი პროფესიის ხალხი ამბობს ინტელიგენტური მჭვრეტელობა. რთული კარგი. მოკლედ დაუბრუნდეთ ეს საკითხს, რომ ჩვენი გონება და ჩვენი ტვინი მოცემულია იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებმა და არა მარტო ადამიანებმა, ნებისმიერ არსებამ მოახერხოთ გადარჩენა იმ სამყაროში, რომელშიც ვართ, იმიტომ რომ პრინციპში ევოლუციის შედეგად წარმოშობილია ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმის ალბათ 99.9% გამქრალია დედამიწის ზედაპირიდან. ხო, შეიძლება ვთქვათ, რომ გამქრალია, იცი რა, ეგეც ისეთია რა, ეხლა ჩვენ არ დაგვითვლია, უბრალოდ ვარაუდობთ მაგას რა. ხო, ვარაუდობთ, იმიტომ რომ ის სახეობები, რომლებიც არიან წარმოდგენილი, არიან ევოლუციის შედეგად გადარჩეული სახეობები. ხო, აი თან როგორ ეგეც ესეც ესე არ არის, იცი, მაგალითად რაც ვიცით, შეგვიძლია იმის ფონზე განვიხილოთ და მივხვდებით, რომ თლად ეგრეც არ არის, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ადამიანები, ხო? იმისი ანთროპოლოგიური, ბიოლოგიური ანთროპოლოგიის და საერთო ანთროპოლოგიის მიხედვით ვართ ისინი.
ერთ-ერთი ისა შიმპანზე. მაგრამ შიმპანზე აღარ არსებობს, იმიტომ რომ შიმპანზეები ვართ ჩვენ ყველა. ანუ ის კი არ გაქრა. ჩვენ განვითარდით იმათ. ანუ ჰომოები პირველი ესე ჰომო ერექტუსი იქნება თუ რაღაცა რო განვითარდნენ იმიდან, რატომ სხვა შიმპანზეები განსარევად ცხოვრობენ რა. ესე იგი ბონობო ცხოვრობს, ისა პანი ცხოვრობს, ანუ ისინი არსებობენ ჯერ კიდევ და ისინი არაფერი რა ჩვეულებრივად არიან რა. არა, ხო, მაგაზე არც არის ლაპარაკი. ანუ ეს კითხვა ესეთია რომ ეხლა მაგალითად ის არის. ეს გაქრობა თუ განვითარება? აი ესე შეიძლება დავსვათ ეს კითხვა. იმიტომ რომ აი მაგალითად ისინი რო ამბობენ, ესე იგი ჩვენ არ ვიცით, ესე იგი როგორი ბიოლოგიური ის ქონდა, როგორი გენეტიკური მოცემულობა ქონდა ხმაკვილა ვეფხს, ხო? არ ვიცით, მაგრამ რა ვიცით რომ ეს ისინი, ესე იგი, რა ქვია, ესე თანამედროვე ვეფხები მისგან არ არიან განვითარებულები. ეგ გასაგებია, მე მაგ კუთხით არ დამისვამ შეკითხვა. ვიცი რა საერთოდ. მე დავსვი სხვა კუთხით, მაგალითად ის რომ დინოზავრები ძალიან გავრცელებულია დედამიწაზე და თავის დროზე და ეხლა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა მისი დარჩენილი. დანარჩენებისთვის ჩიხი აღმოჩნდა ეს. ნუ რა ვიცი, რამდენიმე მიმართულება ჩიტები, ფრინველები. ფრინველი არის რომელიღაცა მიმართულების გამერე დაიშალა. ფრინველები ისინი ჩვენ რაც ძალიან გვიყვარს ჭამა ქათმები. დინოზავრები არის. არა, ეგ აი ზა მომწონს იმის წარმოდგენა რომ დინოზავრები ისინი კი არ იყვნენ, ისეთები კი არ იყვნენ, აი დინოზავრები, დიდი დინოზავრები რო დადიან, ისეთები კი არ იყვნენ ტყეებში როგორც ფილმებში, არამედ ჰქონდათ ძალიან ლამაზი ისინი ბუმბული. ხო. არის ეს თეორია, ესეც რომ ბუმბულიანები იყვნენ, ძალიან ლამაზები იყვნენ, იმიტომ რომ მეორე ხო გასაგებია თუ ისინი რაღაცა ტყის მსგავს რაღაცაში დადიოდნენ, იქ რაღაცა ეგეთი უნდა ქონოდათ იმისათვის რომ კარგად გაეკეთებიათ მიმიკრია იმაში, ხო? ბუნებაში ისე არა, ეგ შეიძლება ბუმბულის გარეშეც ქონდეს. არა, მაგრამ აი რა კი ყველა ფრინველს ბუმბული აქვს. ხო. მაგრამ დინოზავრების კლასში არის ხვლიკი და ხვლიკები უფრო ნაკლებია, ფრინველები არიან. სინამდვილეში დინოზავრების შთამომავალი ისინიც არიან, მაგრამ აი იმ დინოზავრების რომლებიც აი დარბოდნენ და ესე იგი მათი ისა დაფრინავდნენ, დარბოდნენ და რაღაცა მათი შთამომავლები ფრინველები არიან და უფრო მეტად და არა ხვლიკები. რამეთაც ის წარმოუდგენია ამ წინა ისტორიულ სამყაროში ძალიან ესეთია სახალისოა, როდესაც წარმოუდგენ რომ ეს ტირანოზავრები და ვიღაცები ბუმბულში დარბოდნენ იმაში ტყეებში და ნადირობდნენ ერთმანეთს. ხო არ შეიძლება დაშვება იმისა, რომ მაგის წარმოდგენას თუ როგორ მოხდა ეს ევოლუცია და როგორ ხდებოდა განვითარება, ასევე ჩვენი აღქმის გარეთ. აუცილებლად, უბრალოდ ჩვენ ვიცით რომ ეს მუშაობს. ანუ მანქანაკეთდება ამისაგან. ჩვენ საიდან ვიცით, ხო ჩვენ ვიცით რომ მაგალითად თუ გვინდა წამლის გამოცდა ექსპერიმენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, ცხოველებზე. ხო ეს ვიცით რა. ჩვენ ვიცით რომ უამრავი რაღაცაა რა, ესე იგი რაც ამ ევოლუციურ იმას ევოლუციას იმაშვება. ამყარებს რომ ეს რევოლუციური თეორია მართალია. და ახლა პრინციპში ჯერჯერობით არავის არ მოუფიქრებია, ესე იგი საწინააღმდეგო თეორია, რომელიც ახსნიდა მაგალითად რატომ ვგევართ ასე ჩვენ ძუძუმწოვრები ყველანი ერთმანეთს, ხო, რატომ გვაქვს დაახლოებით ერთნაირი ხერხემალი, რატომ გვაქვს დაახლოებით ერთნაირი ქცევები და ისო საბოლოოდ ისა, ხო, ესე იგი მაგალითად საბოლოოდ ხო ის არის, რომ რატომ იმოშვებით, რატომ ვიყენებთ ჩვენ ცხოველებს რაღაცა ჩვენი მიზნების მიღწევისათვის, რაც ადამიანის ორგანიზმზე ვერ ვაკეთებთ, ხო, აი ოპერაციებს რატო ვაკეთებთ მაგალითად, ხო, ცხოველებზე და მე რატო გვაქვს ადამიანებს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი თანაბარ ზომიერია ჩვენი ორგანიზმები ერთმანეთთან რა. ხო, რატო ემთხვევა იმას, ხო, ეხლა ცნობილი ის არის, ხო, ეს ძალიან კარგი მაგალითია, ისა ნაყოფის განვითარება როგორ ხდება, რომელიც სხვა ფორმას რო იმეორებს იმაში, რა სანამ საბოლოო ჯამში იმას მიიღებს, ადამიანის ნაშიერი ფორმას მიიღებს. ბევრი ის არის, ბევრი საკუთი, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ ამით შეგვიძლია რაღაცების პროგნოზირება და რაღაცების დაგეგმა. არა, იდეაში ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, ცალსახარო სისხლი იმასაც აქვს მეც ქრომოსომები და გენები იმასაც აქვს მეც. ხო, გარდა ამისა, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ვირუსების ქცევის დონეზე ჩვენ შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ, რომ ევოლუცია მართალია. და ხო ვირუსები როგორ იქცევიან, ხო, ეხლა ეს უბრალოდ იმის დროს, კოვიდის დროს შეგვაშინეს ძალიან, რომ ეს ვირუსი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანი მოკლას, მაგრამ სინამდვილეში ვირუსი ამის არ არსებობს, კაცო, ვირუსი არსებობს იმისათვის, რომ შეეგუოს ადამიანის ორგანიზმს. და ის თუ ვინმე კვდება, იმიტომ რომ ის შეცდომას უშვებს ეს ვირუსი, იმიტომ რომ ის ვირუსი იმ ადამიანთან კვდება. ის კონკრეტული ვირუსი, რომელიც მის ორგანიზმშია. ამიტომ მთელი ვირუსის ცხოვრება, ესე ვთქვათ რა, ვირუსების პოპულაციის ცხოვრება არის ორიენტირებული იმაზე, რომ შეეგუოს ადამიანის ორგანიზმს და მაშინ მშვიდად კარგად იყოს რა. ხო, თუ არ ადაპტირდება, თუ არ მოკვდება ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ ვირუსი არ შეუძლია ადამიანის ბაქტერია ხო არა, არ შეუძლია ადამიანის გარეშე ცხოვრება რა. აი ესეც არის ერთ-ერთი ისა რა, პრედიქტულობა აქვს იმას რა, ევოლუციის თეორიას რა. ანუ მათ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ გაჩნდა რაღაცა ვირუსის ახალი ისა ფორმა, როგორ მოიქცევა, ისე როგორც კოვიდის დროს. კი ბატონო, ის იყო რა. ქიმერა იყო, ანუ შედგენილი იყო.
რა თქმა უნდა შედგენილი იყო ყველა ამბობს უკვე ხო მაშინ ვსვამოდით იმათ გვეჭხუბებოდა ყველა მაგრამ ეხლა უკვე ყველა ამბობს რომ ეს არის artificial და სინთეტიკური ასე ხდება ხოლმე გარკვეული ინფორმაცია იმაზე რომ ვიღაცების პასუხისმგებლობა თითქოს უნდა დადგეს მაგრამ არ ვიცი მადამდე მივლენ თუ არა აი როგორ მივლენ ხოლმე აქ ბევრი პოლიტიკური ფაქტორი მაგრამ კი ბატონო სინთეტიკური იყო მაგრამ სინთეტიკური ვირუსიც იქცეოდა ისე როგორც ყველა ვირუსი ანუ ზუსტად ვიცოდით ესე იგი რა მოვიდოდა ამ ვირუსს რა და რომ ნელა ჩაწყნარდებოდა და არაფერი მე გახდებოდა ჩვეულებრივად ისეთი რა ერთ საინტერესო რამ ახსენე ახლა რომ ჯერ რავის არ მოუწია რაიმე თეორია რომელიც ევოლუციის თეორიაზე უკეთესად ახსნის იმას რაც ჩვენ ხედავთ ჩვენს გარშემო მაგრამ ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას აინშტაინის თეორიის ალტერნატივას არავის არ მოუწია ჯერჯერობით რომელიც უკეთესად ახსნის იმას რასაც ხედავთ ჩვენს დაკვირვებაც ამ ხალხს ხო მაგრამ აინშტაინის თეორია რა შეიძლება იცი აინშტაინის თეორიას არ აქვს პრაქტიკული შედეგები მანქანა არ კეთდება აინშტაინის თეორიისაგან თორემ მილიონი თეორია არსებობს ახლა კაცო ამაში რა ესე იგი რა ქვია აი ამ თეორიულ ფიზიკოსებში სტრუნების თეორია ამის თეორია იმის თეორია რაღაცეების რომელიც არ ყოფილია ხო ნაი ბევრია ძალიან ბევრია და ალბათ ესე იგი იცი როგორ არის დაახლოებით ახლა ეს ის არის ახლა მაგ ეს რომ გავიგოთ ეს რატო არსებობს ესეთი წარმოდგენები მეცნიერებაში და შეიძლება ესეც ვინც გვისმენს შეიძლება ის თქვა ეს თუ ესე მარტივია რატო ყველა მარიცის რა ასე რომ ეს არ არის ესე მარტივი რა რასაც მე ახლა თითქოს მარტივად ლაპარაკობ აი მაგალითად იმაში შუა საუკუნეებში იყო თეოლოგია ესეთი ძალიან ძლიერი ესეთი რა პოლიტიკური მეცნიერება ესე იგი რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი რაღაცა გამვითარდა რომელსაც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ რა მაგალითად გამვითარდა ესეთი პოლიტიკური არგუმენტაცია, მაგალითად გამვითარდა იურისპრუდენცია, მაგალითად გამვითარდა ძალიან ბევრი რაღაცა, მოკლედ რა ის თეოლოგია უკვე ესეთია. დღევანდელი თეოლოგია არ არის ის რაც მაშინ. დღევანდელი თეოლოგია არ არის ის იყო რა უზარმაზარი ის არა, ესე იგი უზარმაზარი ესე იგი დისციპლინა, რომელიც ამოდა შუა საუკუნეებში თელი იყო ფილოსოფია, ეს არის თეოლოგიის ის მსახური და რაღაცა ესეთი ყველაფერი იყო. მე მეგონა რომ მაგას ფილოსოფია ერქვა. არა, ეს იყო ეს კვეთრად გაყოფილი იყო და თოში ანტიკურ ხანაში ფილოსოფია ერქვა ზუსტად. ანტიკურ ხანაში ფილოსოფია ყველაფერს სინამდვილეში მეცნიერებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, ესე იგი იმ ფილოსოფიით დამთავრებული, რასაც დღეს ფილოსოფიას ვეძახით რა. ხო და დაახლოებით ესეთი ვითარებაა რა, აი დღესაც აი ამ იმის მიმართ რა, თეორიული ფიზიკის მიმართ, ეს არის ძლიერი პოლიტიკური მეცნიერება. რომელიც რაღაცას ამბობს, რომელიც არის აბსოლუტურად ისეთი მოაზრებადი, მაგრამ მის ქვეშ ძალიან ბევრი რამე ვითარდება. იგივე თუნდაც ეს ისა პრაქტიკული გამოყენება, CERN-ი მაგალითად ხო, ნახევარგამტარები რაღაცები, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ რა. ასე რომ ეს რაღაცნაირად არის იმისი ცოდნის განვითარების სტრუქტურა უფრო, ვიდრე ან ცოდნის როგორც სოციალური ინსტიტუტის განვითარების სტრუქტურა უფროა. იმიტომ აი უკვე ესე იგი მეორე ჯერზე შუა საუკუნეების მერე ვიღებთ კიდევ იგივე სტრუქტურას რა. ანუ ეს როგორც ჩანს ის არის. საინტერესოა, ეგ შედარება. თუმცა ერთი რამე ფაქტია, რომ ძველი მეცნიერებისგან განსხვავებით, მე მგონი ძველად უფრო მეტად იყო დარწმუნებული საკუთარი, ასე ვთქვათ, მეცნიერული ცოდნის ჭეშმარიტებაში. დღეს არც ერთი ფიზიკოსი, ნამდვილი ფიზიკოსი არ იტყვის, რომ აინშტაინის თეორია დამტკიცებულია, ან რომელიმე თეორია. ხო, არა, იმიტომ რომ ის ნელ-ნელა ახლა აი ნელ-ნელა ჩდება, ხო, ახლა მე ეს ძალიან ჩახედული არა, მაგრამ ნელ-ნელა ჩდება, რომ აი ვიღაცა ამბობს, რომ სამყარო სიმულაცია. ნელ-ნელა ჩდება, რომ ვიღაცა ამბობს, რომ ის რაღაცა ესე ეს არის უფრო ისა რა. სულ უფრო და უფრო მეტი ლაპარაკობს, რომ ტვინთან კავშირი გაქვს. ტვინთან კი არაა კავშირი სინამდვილეში რა, შეგრძნებები აქვს თავარი, ხო, ეს როგორც გადალახავენ იმ მომენტს, იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა ფიზიოლოგიამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ შეგრძნებების იქით ზღვარი არ არის რა. ანუ უბრალოდ შეგრძნებები არის ჩვენ. საბოლოო ზღვარია, შეგრძნებები არის ჩვენი ყველაფრის აღქმის ზღვარი. ანუ შეგრძნებების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ ავიქვამთ. ნუ ვერ ავიქვამთ ხო? ვერა, ხო, მაგრამ ეს იყო როგორ იცი, ძალიან დიდი ხანი ეგონათ, რომ მიკროსკოპი მაგალითად ეს არის შეგრძნების ზღვარის გადალახვა. სინამდვილეში არ არის. მაინც ისე შენ პალამდე არ მომოვიდეს. მაინც ისე შენი ტვინი და მათ შენი ტვინი ამუშავებს ამებას რა, ამ მონაცემებს. არა, რაც არ მოწყობილობა იყოს, ან თვალამდე უნდა მოვიდეს, ან თვალამდე ან აი კითხვა რაღაც უნდა გააკეთო, ხო, ნუ ყველა ვარიანტი. მოკლედ ეს უკვე ესეთია რა, სიტყვაზე რაც ის ეგონათ რაღაცა ფილოსოფიური ეგზოტიკა ეგონათ დაუშვათ ესე იგი როდესაც ამაზე ლაპარაკობდნენ ესე იგი მე-17-18 საუკუნის ფილოსოფოსები, ნუ დღეს უკვე ესე არის რა, ესე იგი მეცნიერული ფაქტია რა. ძალიან საინტერესოა, რატომ რანაირად შეიძლება დაუშვათ ის, რომ ოდესმე გავიდეთ იმის გარეთ, რასაც ახლა ლაპარაკობთ. ვერ გავალთ. შეუძლებელია. არ არსებობს მაგის გზა. მეშვიდე გზნობა. არ არსებობს მაგის გზა. ნუ ახლა იცი რომ ისევ იმასობობ რა, ესე იგი თუ დაუშვებ, რომ შეიძლება არსებობდეს არსება, რომელსაც აქვს ესე კარგი აღქმა იმისი რა, მიკრო და მაკრო სამყაროების. მაშინ ეს უნდა დაუშვა რა. მაგრამ ის შეგრძნება, რომელიც იქ იმუშავებს, აქ არ იმუშავებს რა.
არა, მან ერთი რამე არის საინტერესო, რომ თუ ჩვენ მაგ უნარი გაგვიჩნდება, რომ აღვიქვათ იმის გარეთ კიდე რაღაც, რასაც ახლა აღვიქვამთ, შეიძლება დავზარალდეთ იმ კუთხით, რომ მიმდინარე სამყაროში ვეღარ გადავჭრით. ხო, და როგორც არ გაგვიჩნდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო ქონდა იმისათვის, რომ ეს უნარი გაგვევითარებია. აი მიკრო და მაკრო სამყაროების შეგრძნების რა. არ გაგვივითარდა რა, ანუ როგორც არ გამოვაი გამბოვი რა. ხო. ძალიან საინტერესო, მაგრამ სამწუხაროდ შანსი მაგისი არ არის რა. მოდი ახლა ცოტა ოდნავ მინდა შევცვალო ჩვენი კი ბატონო. ასე ვთქვათ გონების და ჩვენი სამყაროს კვლევის მიმართულება და მინდა ასეთნაირად დავსვა საკითხი. ადამიანის უმეტესობა, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს და თავიანთ სამყაროდან გამომდინარე, მისი გონებრივი სამყაროდან გამომდინარე მოქმედებს, ფაქტებს არავინ ქონს როგორც ფაქტებს. ეს მამარდაშვილსაც აქვს ნათქვამი და მამარდაშვილიც ალბათ პირველი არ არის და არაერთხელ აქვს ნათქვამი. ანუ როდესაც ფაქტი ეწინააღმდეგება იმ წარმოდგენას, რომელიც მის გონებაში უკვე არსებობს, ან რომელმაც მის სამყარო ჩამოაყალიბა, მით უარესი ფაქტებისათვის, ასე მამარდაშვილს აქეთ განათქვამი მოეწონა და დამახსოვრდა. ეს ის არის რა, მიეწერება რომ ჰეგელმა თქვა პირველად, როდესაც რაღაცა უთხრეს თავის თეორიის შესახებ რა. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ მით უარესი ფაქტები, ანუ ფაქტია, ყველა ხედავს რომ ეს ფაქტია, მაგრამ ისე ამას არ იღებს. ხო, ახლა ეს რომ მარტო რაღაცა კონკრეტულ სფეროს ეხებოდეს, დაუშვათ არასოციუმს. მაშინ რა როგორც უნდა ეს თუ წითლად ეჩვენება, ჩვენ წითლად ვერაფერი დამეშავდება, მაგრამ შენ შემთხვევაში ასე არ არის და ბევრად რთულ შედეგები პანდემიები ვართ ამის გამო. ეხლა მაგ პრობლემა რა არის? ესე რომ მარტივი იყოს, აი მაგალითად არის ფაქტი და მე ესე იგი ვიღაცა ამბობს რომ ითვარეს ფაქტებისათვის, ის და ყველაფერი მშვენივრად, მაგრამ სამწუხაროდ ისე მივდივართ იმ ესე იგი შეგრძნებების და ახმის ზღვარზე რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ფაქტი ინტერპრეტაცია. რაც არ უნდა თქვა და რაც არ უნდა აი მაგალითად აი ესეთი რა, იმისი აი ეს ძალიან მომწონს მე თვითონ ეს არგუმენტი. ეს სიკვდილის დაჟის წინააღმდეგ ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი რა არის? შენ არასოდეს არაფერი ბოლომდე არ იცი. ეს არის უძლიერესი არგუმენტი, ხო? იმიტომ შენ არავინ არ უნდა მოკლა. შენ თუ არის რაღაცა ფაქტები, რომ ეს ამბობს, რომ ეს ადამიანი რაღაცა დიდხანს უნდა დაიჭიროს ციხეში, იჯდა დიდხანს ციხეში, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ვიცით. ამიტომაც არავინ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი ნაბიჯები, რომლების შეტრიალება არ შეიძლება. კი. ზუსტად იგივეა, რასაც ახლა ვლაპარაკობთ რა. ხო, მაგრამ ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა. არა, არ აღმოჩნდა, ეს რთულია ეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინტუიციურად ყველა გზნობს და ეს ესეთია რა, ინტუიციური, თქვათ ესე კულტურული ინტუიციური შეგრძნებაა, რომ ყველა ფაქტი არის ინტერპრეტაცია. და შესაბამისად, ამიტომაც რა ყველა აძლევს თავს უფლებას, რომ ის ქნას რა, ესე იგი წავიდეს ფაქტების წინააღმდეგ. კი. არა, ერთი არის, როცა ცნობიერად მიდიან ფაქტების წინააღმდეგ, იცის რომ ის ფაქტია, მაგრამ და ასეთ ადამიანს ცოტა სხვა სახელი ქვია. ხო, არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფაქტებს ვერ აღვიქვამენ. ხო, გაუცნობიერებლად თუ არიან ამის წინააღმდეგ, ხო, მაგრამ ისე იგივე ინტუიციურად ისინი ფიქრობენ, ინტუიციურად იმათ აქვს განცდა, რომ ეს ერთ და იგივეა მათი განწყობა კონკრეტული საქმის მიმართ და ის ფაქტი, რომელსაც მას აწოდებენ როგორც ფაქტს. ხო, არა, ну ერთი ასეთი ისიც არსებობს, მე შეიძლება დავურთო ვიდეო ჩანაწერს, რომ თუ მაგალითად არის სირთული გამოსახულება და მის პროექციას იღებ, ის იმის შეხედვით, რომელი პროექცია შეხედავს, სრულიად სხვადასხვა. კი, ახლა მაგაზე ხო ის არის, ახლა ძალიან საინტერესოა, ახლა გამოხდება ზუსტად უზნაძე ატარებდა მაგაზე იმას რა, მაგაზე ხო ცდებს ატარებდა, ახლა ყველას ახლა ვისაც გვისწავლია, ყველას განსაკუთრებით იმაში თბილისის უნივერსიტეტში ყველაზე აქ ჩატარებული, იმიტომ ჩემი კურსელები იყვნენ და რაღაც დრო რო ქონდა, სულ ბურთებს ესე იგი მაგალითად ხელში. ხო და ნუ რა ის არის? ჩვენთანაც იყო რაღაც. ყველგან არის, ხო, ბურთები რა არის? ხო, სინამდვილეში რა, ახლა ეს ესა დიდი შეცდომაა, როცა უზნაძეს უყურებენ როგორც განწყობის თეორიას და არა როგორც იდენტობის თეორიის ავტორს, იმიტომ სინამდვილეში მაშინ ეს სიტყვა არ იყო და უზნაძე იდენტობის თეორიას იკვლევდა რა, ანუ როგორ გვიყალიბდება სხვა რაღაცების მიერ იდენტობა და ეს იყო ძალიან მარტივი რაღაცა, ესე გაჭერებენ ორი ერთი და იგივე მის ზომების ბურთს, დიდხანს ერთხელ 2-ში 3-ში 4-ში 5-ში 7-ში, მე ერთს გიცვლიან სხვა ზომის არის, მაგრამ შენ ამბობ, რომ ეს არის ისევ ერთი ზომის. ხო, ანუ ეს არის იდენტობის სტრუქტურა. ანუ შენ რო რაღაცაზე იდენტობა გიყალიბდება, ის უკვე გიყალიბებს შენ აღქმას. როგორ იდენტობას გაქვს? გარკვეული რაღაც ახმის გამო ჩამოყალიბებული. შემდეგ ეს რო შეიცვალოს ესე გარეთ რაღაცა, შენ ისევ იგივეს აღიქვ. ეს არის იდენტობის სტრუქტურა, რომელსაც მუშაობს ჩვენ ცნობიერება რა. საინტერესო. ხო, ესე მუშაობს რა, იმიტომ და ძალიან ესეთია, იდენტობის დარღვევა, განსაკუთრებით თვითდარღვევა არის ძალიან რთული. ამიტომაც არის, რომ ესეთი ამიტომაც აქვს განათლებას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა.
იმიტომ რომ შენ რო განათლებით რაღაცას გასწავლიან განათლებით რა მე შენ ძალიან დიდი ხანი და შეიძლება მთელი ცხოვრებას და ვერასოდეს ვერ მოხერხო ამის გადალახვა სულ ამ პრიზმით უყურებ იმას სამყაროს რაც კი ხდება აი მაგალითად ამერიკის იმაში ხო შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა ვოუკერული იმითი ცნობიერებით ხო იმათ რაც არ უნდა უთხრა იმათ რაც არ უნდა ანახო რომ ესე იგი რაღაცა ღაზაში რა ხდება იქ რა ხდება აქ რა ხდება პრინციპში იგივეა რასისტული განწყობით აბსოლუტურად იგივეა აბსოლუტურად ანუ ისინი ხო ისე იზრდებიან ხო აი რუსები მაგალითად ხო რუსები თავისთავად როგორ ბიოლოგიური არსებები რამე განსაკუთრებულები კი არ არიან ისინი გაიზარდნენ აი ამ იდენტობით რა რომ აი თვითონ ესეთები არიან რომ რუსეთის საზღვარი მთავრდება ის ამდეს ესე იგი შეგიძლია რომ მიხვიდე და შენი ჩექმა დადგა ეს გაიზარდნენ ესე ძალიან ძნელია ეს მასობრივად როცა ესე გასწავლიან მე რაღაცა შეცვალა ხო იმიტომ რომ იმათაც რა და ძალიან რთულია ამის შეცვლა რა თითქმის შეიძლება თქვას თითქმის შეუძლებელია იმიტომ რომ ეს დაახშირათ რომ რომ გარკვეული პიროვნებები ახერხებენ ვიღაცები ახერხებენ მაგრამ ძალიან ცოტა რა ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ცოტა მინახავს ეგეთი ხალხი ვინც ეს რეალურად მოახერხა პრინციპში ამიტომაც აი რომ საბჭოთა დროს ბევრი მისტერის ხო მაგიტომ ხო ზირთად ეგ არის ხო იმიტომ რომ ისინი რაღაცა ფიქრობდნენ ეს რომ არაცნობიერები როგორი ამორალური იყო ის სისტემა ეს იდენტობა ძალიან რთულად დასაძლევი რამეა რა ეხლა ამბობენ რომ კი როგორ არის ადვილი არ არის ადვილი რა ესე შენ თუ განსაზღვრა აი მაგალითად როგორც უზნაძე განსაზღვრავდა იდენტობას და ეს იდენტობას განსაზღვრავდა და რა განწყობას კიდევ ერთხელ ვიტყვი რა ხო ის არის ის ზუსტად ესე განსაზღვრავდა რომ ეს არის ფაქტიურად იმისი რა ესე იგი სოციალიზაციის თანამდებობი პროცესი და ფაქტიურად ის არის შეუქცევადია რა ძალიან რთულია ესე იგი ძალიან რთული ინტელექტუალური ძალისხმევა გჭირდება რომ ეს შეცვალო შენთვის და ზუსტად ამიტომაც არის უნდა მოხდეს ისეთივე როგორც სავლე როცა რაღაცა ხო აი რაღაცა ეგეთ ხო სავლე პავლე ეგ არის დაახლოებით ეგ ზუსტად რაღაცა უნდა მოხდეს რაც პრინციპში ადამიანებს აბსოლუტურ უმრავლესობას ალბათ არ შეეხება ხო ალბათ ხო ძალიან ძნელია ეს რა ძნელია ნუ ამას ახლა თანამედროვე სამყაროში ამას ქვია კრიტიკული აზროვნების განვითარება მაგრამ სამწუხაროდ ისე წავიდა საქმე რომ ესე იგი დასავლეთში სამწუხაროდ ჩვენთანაც ეს კრიტიკული აზროვნება გახდა ესა თვითონ სახელი რა კრიტიკული მიდგომა და კრიტიკული თეორია გახდა პირიქით რა ესე იგი რაღაცა დოგმების ერთობლიობა და ხო ეგ კიდე ცალკე დიდი პრობლემაა ხო იმიტომ რომ ახლა კრიტიკული რო ამბობ კრიტიკული აზროვნება პირველი რეაქცია არის რომ გონიათ კრიტიკული თეორია კრიტიკული თეორიას უკვე ძალიან ისეთი აქვს რა ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს იმიტომ რომ ზოგს ძალიან მოწონს იმიტომ რომ იდეოლოგიის ნაწილია ზოგს ძალიან არ მოწონს იმიტომ რომ იდეოლოგიაა რა და ასე შემდეგ რა ხო და დროშ ვარ გაგვექცეს მოდი ტვინის ერთ თვისებას დაუბრუნდეთ კიდე რომელიც ასე ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი თვალსაზრისით და შემჩნეულია ათასობით წლის წინ და იგივე ბიბლიაშიც როდესაც ხშირად რაღაცის სწავლება არის მოცემული არის იგავების სახით ანუ ადამიანებს ინფორმაციას აწოდებენ იგავების სახით იგივე რაც სულხან-საბამ გააკეთა როდესაც სიბრძნე სიტყვისა დაწერა იგავების სახით გადმოცემულია გარკვეული სიბრძნე და ის მართლაც არის სიბრძნე მართლაც გადაეცემა ადამიანს და ადამიანები უფრო ადვილად იღებენ ესეთი ფორმით ვიდრე პირდაპირ უთხრა იგივე რაღაცა და მოხდეს ხო და ეს რა ნიშნავს ძალიან საინტერესო რაღაცაა ეგ სხვა შორის რა ეს უკავშირდება იმას ჩვენს უნიკალურობას ლაპარაკს და რატო ესე იგი ლაპარაკი ჩვენი იმიტომ კი არა ბევრი ამოსახო რომ ჩვენი ლაპარაკი იმიტომ არის რომ ტვინში განსაკუთრებული უნდები ჩვენ არ აქვს რომ ეს ლაპარაკს განაპირობებს ძალიან შემთხვევითია ჩვენი ლაპარაკი და ეს მხოლოდ იმიტომ არსებობს რომ ჩვენი ესე იგი ხორხი და საღლაპავი არ არის გაყოფილი მკაცრად აი რო გადაგცდება რაღაცა ხო მაგითო გადაგცდება ხოლმე რაღაცა იმიტომ გაყოფილი არ არის რა ამას დიდი ისტორია აქვს რატომ მოხდა ესე რა სხვა ცხოველებსაც დააქვთ რომელსაც კარგად ხმაურობენ რა ეგეთი რაღაცა მაგრამ აი იმაში ფრინველებს მაგალითად შენიერი უნარი აქვს ხო ფაქტიურად ძალიან ბევრი ფაქტი და ძალიან ბევრი ფაქტორი დამეთვალეთ მაგრამ ნუ ერთი რომ ესეთი განვითარდა შიმპანზეების აი ჩვენს იმაში ბინორთულებაში ესეთი ხორხი მე რით რომ ესეთი ტვინი ქონდა რომელიც ძუძუმწოვრებს ქონდა მოკლედ ლაპარაკი არის ამაზე დამოკიდებული და ლაპარაკი არის არა მარტო ინფორმაციის გადაცემა არამედ ინფორმაციის შენახვაც რომელიც ფაქტიურად ძალიან შეზღუდული აქვს ინფორმაციის შენახვა იმათ სხვა ცხოველებს. და რატომ? იმიტომ რომ ეს ლაპარაკი შეიძლება ძალიან დიდი ინფორმაცია გადაცეს სხვამ დაიმახსოვროს. საბოლოო ჯამში დამწერლობა ცხოვრა არის ლაპარაკი ჩავიწერეთ. კი. ხო, ანუ აი ესე წამოვიდა ჩვენი ლაპარაკის უნარით და მეტყველების უნარით გაჩნდა ინფორმაციის გადაცემის აბსოლუტურად განსხვავებული გზა და მერე გაჩნდა ინფორმაციის ობიექტივაცია.
თორე შეუძლია ეგ ის რა არის მაგალითად ახლა ცხოველებში ინფორმაციის ობიექტივაცია რა არის ახლა თუ ძაღლის რაღაც ისა გელია ვებხვი ტერიტორიას მონიშნავს ის არის ინფორმაცია და მათაც აქვს რა თქმა უნდა ეს ინფორმაციის გადაცემა საკვების შენახვა შეუძლიათ მარხავენ და მე ახსოვთ სადაა ხაშურს ეგ არ ახსოვთ რა რო იცოდე რა ძირითადად ესე იგი ისინი ეს მტაცებლები რომ მარხავენ მე ავიწყდებოდა და ამის ახსნა ეს არის რომ ეს არის პოპულაციური მექანიზმი რომ ისინი ვირუსებიდან ვერ ნადირობენ ისინი გადარჩენ იმенно პოულობენ მე ისინი ვირუსებიდან ნადირობს და ჭამენ და მოშვებიან რა საინტერესო ამბავია ცალკე რა ხო და ისა ხო და ეს ინფორმაციის გადაცემის უნარ რომ გამომიმუშავეთ ჩვენ ამით ასევე ძალიან იმას ვქენით ესე იგი ადამიანებმა ძალიან დავხვეწეთ ესეთი აღზრდის საშუალებები და ესე იგი იმის კანონზომიერების გადაცემის საშუალებები. იმიტომ მაგალითად ადამიანის საზოგადოება რა არის, ხო? ხა ერთი კანონით ვერ იმას იზამ რა, ვერ ჩამოაყალიბებ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაგალითად რაღაცა სიტუაციაში რა. მაგრამ ამასაც არსებობს ამბავი, რომელსაც ადამიანები წლობით და საუკუნეების დაცაცლეულის განმავლობაში ერთმანეთს უყვებიან. ეს არის ინფორმაციის გადაცემა. თუ აი ამ შემთხვევაში ეს უნდა მოიქცეს, მხოლოდ ამას ნიშნავს რა. წითელქუდა მაგალითად, ხო? არ უნდა დაელაპარაკო უცხოს. მაგალითად ნუ ციტირკუდა არ არის ის კლასიკური ზღაპარი არა ხო მაგრამ ეს იგივეა რა პრინციპი ზუსტად იგივეა რა უბრალოდ იქ მე ცოტა რთული ამბები არის მითები რომლებიც ასევე აი ამ ქცევის ინფორმაციას გადაცემენ რაც თავარია ეს რა არის ეს ამბავის მოყოლა იგივე თუნდაც იგივე ეს არის ისეთი გამოცდილების შეძენა რომელიც შენ არ გამოგიცდია მაგალითად მასეთი ინფორმაციის გადაცემა შენ არ გჭირდება ხო შენ არ მაგალითად პირდაპირ გადასე ინფორმაცია რომ შენ ამ სიტუაციაში ასე მოიქცე ეს არის რთული და მოსაწყენი და თუ ამბავს მოუყვები ის შეთანხმდათ იმახსოვრს სინამდვილეში მთელი ეს ისტორიების მოყოლა ეს არის რა ესე იგი გადაცემდნენ ანუ ესენი ну თქვათ ესე პირობითად ესე იგი ვიღაცეები რომელსაც ეს ინფორმაცია ქონდა გადაცემდნენ თავის თავმოყოლებს ამ ინფორმაციას როგორ რა დროს როგორ უნდა მოიქცე და რა უნდა გააკეთო რა და ეს მუშაობს რაღაცნაირად ჩვენი კოდირებაა ტვინის კოდირება ქცევითი კოდირებაა რა ხო ფრედ საინტერესო მომენტია ეს კაი დიდი ხნის წინ აღმოაჩინე რომ თურმე ინფორმაციის გადაცემა იგავებით და შეფარვით ბევრად ხო ლიტერატურაც ეგ არის სინამდვილეში აი ლიტერატურა ზუსტად იგივეა თუ ლიტერატურა ჩვენ რას ვაკეთებ რატო გვიყვარს ლიტერატურის კითხვა იმიტომ კი არ გვიყვარს იქ რაღაცა ლამაზ სიტყვების მოგწონს რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადად აი ჩვენი თქვათ ესე ინტელექტუალური ინსტინქტი რატო უნდა წავიკითხოთ წიგნები ზუსტად ეს არის ჩვენ მივიძენთ იმ გამოცდილებას რომელიც არ გამოგვიცდია და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისე მე მგონი სწორედ ეს ლამაზი სიტყვებია თავარი შეფუთვა ზუსტად ეგ არის მაგრამ ჩვენი ისა სურვილი და ჩვენი ესე იგი მიბმა იმაზე რა იგი ფილმს რატო ვუყურებთ რაღაცას ხო ეს ჩვენი ეს არის რა უძველესი ინსტინქტია რომ ესე უნდა ინფორმაცია ესე უნდა მივიღოთ თუ ხოლმე ესე ვისწავლეთ როგორ ვიცხოვროთ სწორად ამ სამყაროში და როგორ გადავრჩეთ ეს გადარჩენის მექანიზმია რა უგზოდა დრო ჭირდება რომ გაიაზროს ადამიანს საგეს კარგი მოგლედ ჩვენ ასე ვთქვათ ბოლოსკენ მივიდივართ მაგრამ ეს 10 წუთი გვაქვს და მინდა ახლა დავუკვირდეთ და განსაზღვროთ ჩვენი ტვინის მოქმედება როდესაც იქნება ის სოციუმი რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს ჩვენი ბავშვობიდან ლექციას გვიკითხავენ თუ ლამის ინდოქტრინაცია კეთდება რომ დემოკრატია არის ჩვენი მიზანი და რაღაცა რომელიც მე სულაც არ მიმაჩნია რომ სწორი მიდგომაა და დემოკრატია სულაც არ არის ჩვენი ასე ვთქვათ მიზანი კი არა და ის უბრალოდ საშუალება როგორმე სოციუმი შედგეს და სტაბილურობა იყოს და ჩემი დაკვირვებით არც თავისუფლება არ არის ჩვენი მიზანი ადამიანის მიზანი აბა რა არის ბედნიერება მართალი ხარ, ოღონდ ესე იგი კიდე უფრო ერთი რეგისტრი დაბლავდა ჩამოვიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სიამოვნება. იმიტომ რომ ბედნიერება სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნება არის ბედნიერების საფუძველი. შემადგენელი ხო და ჩვენ ტვინი ესეა მოწყობილი. ეს ჩვენ ტვინშია სინამდვილეში. ანუ ჩვენი ტვინის აგებულება ესეთია რა, რომ ტვინი რო აგზნებულია, ჩვენ ადამიანს სოციალურ თვალსაჩინო ჩვენ არა ნებისმიერი ვისაც ტვინი აქვს და ნებისმიერი ვისაც ის აქვს რა, უმაღლეს ნერვული მოქმედება და ნერვული მოქმედება, ვერცად საშუალებას რომ ეს აგზნება დავაკმაყოფილოთ, ანუ გავაჩეროთ. ამასაც გვჭირდება ტვინში სიამოვნების ნივთიერებების გამოყოფა
და ეს ნივთიერების გამოყოფა იძლევა იმ საშუალებას, რომ ჩვენ ტვინი ვითარდება, სინაფსური კავშირები ვითარდება და ვართ კარგად. ანუ ეს არის სინამდვილის სიამოვნება რა. ანუ ჩვენ ვეძებთ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩვენი ტვინის აღგზნებული რეცეპტორები დავაცხროთ და ეს არ გადაიზარდოს იმაში. ჩვენი ტვინის დეგრადაციაში. ანუ ეს არის პროცესი, რასაც ჩვენი ტვინი გადის სლამის ყოველდღიურად რა. და ის რა ჩვენ გვასწავლიან იმას, სიამოვნებაში ჩვენი სწავლა რა არის? როდესაც სკოლაში შევდივარ და როდესაც რა ვიცი, სოციუმში გამოვდივარ და ყველა ეს არის რა, ყველა ესეა რა, ყველა სოციალური არსება ესეა. ჩვენ გვაქვს სურვილები, როცა ვიბადებით. კი. ხო. და რასაც ჩვენ სოციუმი გვასწავლის, და ეს სურვილები არის რა, სურვილები არის რომ სიამოვნება მიიღო. თუ რო იბადები ჭამა რაღაცა ის როგორც არის თამაში, მე კიდე რთულდება და ამ შემდეგ რა. ხო და სოციუმი რასაც გასწავლის, ეს არის როგორ გადაავადო სიამოვნება ისე, სიამოვნების მიღება ისე, რომ შენ თავს და სხვა ზიანი არ მიაყენო. საბოლოოდ დემოკრატიაც ეგ არის რა. როგორ უნდა მოიქცე ისე და როგორ უნდა მიაღწიო ბედნიერებას, სიამოვნებას და მე ბედნიერებას ისე, რომ საკუთარ თავს და სხვას არ მიაყენო ზიანი. მეტი არაფერი არ არის რა დემოკრატია. კი. და ზუსტად ის რომ სხვას არ მიაყენო ზიანი არის აუცილებელი იმისთვის, რომ სოციუმი იყოს სოციალიზმარიანი. და საბოლოოში თავისუფლებაც ეგ არის, ხო? თავისუფლების სწავლებაც ეგ არის, რომ შენ თავისუფალი ხარ, როცა აკეთებ იმას, რასაც გინდა, ისე რომ არ აყენებ საკუთარ თავს და სხვა ზიანს. იქ მე არის ძალიან ესე იგი რთული, დავარქვათ ესე მეტაფიზიკური კითხვები, რომ მართლა ეს არის, რაც ნამდვილად გინდა? ნუ ეს სერიოზული კითხვაა, მაგრამ მე მგონია ამაზე არ გეს ლაპარაკი, მაგრამ კი, ეს კითხვა სერიოზულია, რომ შენი სურვილია თუ ეს ჩადებულია სოციუმის მიერ. ყველაზე უფრო თავისუფალ საზოგადოებაშიც. ამას აქვს სხვა შორის თავისი ფიზიოლოგიური ეკვივალენტი. ესე იგი, ზუსტად მაგ კითხვა უნდა დამისვახლა. ესე იგი, თუ ეს სურვილი, მართლა შენი სურვილი არ არის, შენ დაამთავრებ ცუდად. ტვინის დეგრადაციით. თუ შენ შეიძლება გონია, რომ ეს სიამოვნება, რომელიც უნდა მიიღოს, სიამოვნებაში არა. ხო, მოდი გავშიფროთ ეგ. მოდი. ესე იგი, როგორ არის ესე იგი ის რაც შენ ნამდვილად იწვევს, ესე იგი შენში აი ამ სიამოვნების ნივთიერებების გამოყოფას და არის რაც არ იწვევს, მაგრამ შენ გონია რომ იწვევს რა. ეს შეიძლება ეს იმიტომ იყოს, რომ შენ ეს გასწავლეს, რომ ეს ნამდვილად მოგანიჭებს სიამოვნებას და ამას ძალიან ესე იგი დაჟინებით აწვევი და ბოლოს ხვდები შენი ტვინი ხვდება, შენ ვერ ხვდები შეიძლება, მაგრამ შენი ტვინი ხვდება, საქმე ცუდად არის რა. მაგალითი შეიძლება მაგალითად როგორ შეიძლება გაწვა, მაგალითად ის არის რა, რა ვიცი, ესე იგი წარმოიდგინე ტოტალიტარულ საზოგადოებას, სადაც მხოლოდ რაღაცა გარკვეული საქმიანობებია დაშვებული და მეტი არაფერი რა. საბჭოთა კავშირი ორივე გვიცხოვრია იმაში, ხო? იყო რაღაც აკრძალულები, რაღაცა ხო, სიამოვნება. რაღაცა დაშვებულები, ხო? ესე იგი, უმეტესობა ადამიანს არ ქონდა საშუალება გააკეთებია ის, რაც სინამდვილეში უნდოდა და რისკენაც მას იყო, ესე იგი, მიმართული. ცუდსაქციელად ითვლება. ითვლება ცუდსაქციელად. ხო, ახლა ეს ადამიანები როგორ ამთავრებდნენ, ხო? ესე იგი, მაგათ მაშინ გახსოვს როგორ ერქვა ანტისოციალური ელემენტები. და ესენი როგორ არის სოციალურად ახლოები და სოციალურად დაშორებულები. ხო, ეს ისეთია მარტივი მაგალითია, მაგრამ შეიძლება სრულიად ისეთი რა, სრულიად აი მაგალითად რატო არიან იმისი რაღაცა იმისი აი სექტების და მიმართულების წევრები აგრესიულები. ხო, ბევრია, ხო? აი მაგალითად ის Black Lives Matter, ოკერები რაღაცა ბევრია ძალიან, ხო? ისინი იმიტომ რომ სინამდვილეში მათ უთხრეს, რომ ეს მათ მიანიჭებს სიამოვნებას და ესე უნდა მოიქცნას. სინამდვილეში არა და ისინი აგრესიულობით, აგრესიულობას სხვა შორის ერთ-ერთი გზა არის და აგრესიულობის გამოხატვა, რომლის დროსაც ის იგივე ჰორმონები გამოიყოფა სიამოვნების. ხო, აი ბიოლოგიურად ესე იგი სრულიად სხვა პროცესია, მაგრამ ერთ-ერთი შედეგს იწვევს. ხო, ანუ როგორ არის, ესე იგი მოპოვების სხვა პროცესია, თორე ბიოლოგიურად იგივე პროცესია. ანუ ბიოლოგიურად იგივე სიამოვნების, აი მაგალითად იმას სერიულ მკვლელს ბიოლოგიურად იგივე, ესე იგი არა, მეგულის ხო საფუძველი აქვს. ხო, არა, საფუძველი იგივეა, ანუ აქ როგორ არის, რომ ხო გითხარით თავიდან რომ ვთქვი, რომ ესე იგი ტვინი და ადამიანი ეძებს სიამოვნების წყაროს. მხოლოდ ეს არის რა. წყარო შეიძლება აი სწორად არასწორი აღზრდის და არასწორი სოციუმის გამო იყოს ადამიანი გახდეს სერიული მკვლელი. ისე რატო ეძებს? ეგ ყველა ტვინი ეძებს. ყველა ტვინი ეძებს. ეს არის ტვინის მოქმედების წესი. ჩვენ ვეძახით ამას სიამოვნებაში, ტვინი ესე მუშაობს რა. იმიტომ რატო იცი? ტვინი განვითარებულია კურჯანწლავიდან. პირველი ნევრული მოქმედება იყო საჭმლის მონელება, ხო? ხო და შემდეგ ეს განვითარდა, ტვინი განვითარდა რატო? რომ საჭმელი უკეთესად მოგვინელო და უკეთესად მიიღო სიამოვნება. ეს ნერვული სისტემა ამას ამბობს რა. ამიტომ საფუძველი არის ეგა რა. ტვინის მოქმედების და მე ეს ყველაფერი რაღაცა ესა ჩვენ რო რაღაცა ვურთიერთობთ შეიძლება ცოტა ცინიკურია რაც მაგრამ ეგ არის რა ანუ ბიოლოგიურად ევოლუციურად ესე იგი ტვინის საფუძველი ეს არ იცვლება და ყოველთვის ეს იქნება რომ იქნება სიამოვნების მიღება რა სიამოვნების აი მაგიტო არის რომ აი მაგალითად ის არის ხო ძალიან ზვირად ფასობს მოქმედებები რომლებიც მაგალითად სხვები ახორციელებს და ჩვენ ვიღებთ ამით სიამოვნებას ხო მაგალითად თეატრი, მსახიობები, კინოები, ლიტერატურა ხო ჩვენ ამ სიამოვნებას ვიღებთ. ამიტომაც ეს ზღირ ზვირი, იმიტომ რომ არაფერი იმაზე უფრო ზვირი არ შეიძლება ღირდეს ვიდრე ჩემი ტვინის ჯანმრთელობა ხო?
ანუ სინამდვილეში სიამოვნების საწყისი არის იქიდან, როდესაც ბიოლოგიურად აუცილებელ მოთხოვნებს ვიკმაყოფილებდით თავის დროზე, ხო, თავიდან ეს იყო, იმიტომ რომ უნდა გაჭამა, რომ გაჭამა მე ჩერდებოდა, მე ეს უფრო და უფრო ვითარდებოდა იმ ხრივ, რომ უნდა ესე უნდა ყოფილიყო წარმატებული თავის იმაში, ხო, თავის გარემოში, ანუ უკეთესად უნდა მოეპოვებია საკვები. საბოლოოდ გამოჩნდა ტვინი რა. კუჭაძალს მეორე ეხლა უკვე ხშირია, რომ კუჭაძალს უწოდებენ მეორე ტვინს. და საერთოდ კიდე შემდეგი ეტაპი იქნება, როდესაც იტყვიან, რომ ეს არის სისტემა. მე მაგას უკვე ვამბობ, ჩემს გარდა არ ვინარო მომს. ამას რომ ეს ერთ და იგივეა. ანუ ჩვენ არ უნდა გამოვიხილოთ კუჭაძალს და ტვინს ცალ-ცალკე ერთმანეთისგან რა. ხო, მარტო კუჭნაცლავთან დაკავშირება ტვინის ცოტა მარტო ეს არის, იცი რა საინტერესო რაღაცაა და ეს რაღაც ექსპერიმენტული დასაბუთებაც არის ამისი, რომ ის არის. ჩვენ რო გონია, რომ აი დაანცნობილი მაგალითია ეგა რა. დეკარტეს დროიდან და მანამდე პრინციპში მიჩნეულია, რომ ჩვენი ტვინი ღიზიანდება გარე იმეებზე, გამაღიზიანებლებზე. ცნობილი შეგრე არ არის. ჩვენი ტვინი ღიზიანდება შიდა გამაღიზიანებელზე, რომელიც მიეწოდება კუჭიდან ტვინს. რატო ისა ნათქვამი ყველაფერი დანარჩენი ახლა ძალიან გავამარტივებთ ეს სქემა რა ყველაფერი დანარჩენი არის ამ გაღიზიანების ესე იგი ჩაქრობის მოქმედებები რა მაინც ვუნდოვანი უყურე როგორ არის ახლა ეს შენ რო წარმოვიდგინო რომ ესე იგი აი მაგალითად ესეთი რამეა რა ტვინის ამოქმედება ესე იგი ტვინი როდის მოქმედებს როდესაც ნუ ესე დავუშვათ რომ შია ხო? შიმშილზე გასაგები. ასევე ნებისმიერ რაღაცაზე რა, როდის ხდება მისი მოქმედება. ფიზიკურ ტკივილზე? ფიზიკურ ტკივილზე ტვინი არ ტვინი ხო კონსტრუქციულად გაიქცეს აქედან რა. ნუ ეგ არის ამ შემთხვევაში ხო, ან შეეწირამოს ან გაიქცეს რა. მაგრამ ძირითადი გაღიზიანება, რომელსაც ესე იგი ტვინი იღებს და რასაც მე მოყვება შემეცნება და იმის ძიება, სიამოვნების ძიება, ეს არის კუჭიდან. კუჭნაცლავები და ძალიან ჩართული არის ამაში ბაქტერიები სხვა შორის რა. ნუ ბაქტერიები გამომიმუშავებენ იმ ნივთიერებას, რომელიც აღზრდავს ინტერესს ტვინში. ეს უცნაური რაღაცაა, გეთახმები რა, ეს ძალიან უშუალო რაღაცას გეუბნები, მაგრამ ესეა და რო დაფიქრდე, ესე იგი, აი როგორ არის, ესე ჩვენს გარეთ არსებული რეცეპტორები ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ჩვენი ტვინი სინამდვილეში იქნას, რა გაღიზიანდეს და რაღაცა მოუმტეს რა. რა უყურებთ რაღაცას, შეიძლება გემოთი რაღაცა ვიქოთ, ნუ ძალიან ცოტაა რა სინამდვილეში რა. ანუ თავიდან როგორ იყო, უყურე ეს რომ ევოლუციურად რო გეტყვი, უფრო გასაგები გახდება. ანუ ეს ტვინი რო წარმოიშვა ჰიპოთეტურად რა, ამ ესე კუჭნაცლავის სისტემიდან, ხო, ესე იგი, კუჭი აძლევდა იმპულსს, რომ წადი ახლა საჭმელი იპოვე. ხო, თავიდან შეიძლება დაუშვათ, რომ პრიმიტიული ორგანიზმებში იყო მასტემარა. ეს სისტემა დარჩენილია. კუჭი აძლევს იმპულსს, რომ წადი იპოვე რაღაცა, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. ანუ ნიჭებს ჩვენ ერთად რა, ანუ კუჭი და ვებითი სიამოვნება საკმარისი აღარ არის, ამის შემდეგ ხდება. ტვინი დიდი ორგანიზმი დიდია, საკმარისი აღარ არის მარტო ჭამა, იმიტომ რომ მარტო რო ჭამა მოგუტები საბოლოო ჯამში და რაღაცა. ხო, მე უკვე ეძებს იმას რა, სხვა საშუალებებს, რომ ეს სიამოვნების ნივთიერება გამოიყოს ტვინში. ო ეს იმდენად რთული საკითხია, მე მგონი ამაზე ცალკე შეიძლება ახალია ესეთია რა, უჩვეულოა კი. კარგი, ძალიან საინტერესო რაღაცებს შევეხეთ ჩემი აზრით. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, მოვიფიქრებ რა როგორ ფორმატში. ეხლა თუ რამე გინდა რომ დაამატო, ერთი მინდა დაამატო, ისე ვინც მოგვისმენს. იმედი რაღაცა მოგვისმენა, პირველ თავში მოვავადო, აბა მათემატიკა რომ სამყაროს ენაა, ამას გითხავენ რა. მათემატიკა არის სამყაროს ენა, მათემატიკა არის ჩვენი ინსტრუმენტი, რომ ესე იგი გავიგოთ აი ჩვენს გარემომცველ სამყაროში რა ხდება. გავზომოთ, გამოვზომოთ. ანუ ამ სინამდვილეში ამ ჩვენს გარე სამყაროსაც არ გვქონს, ჩვენ აბსოლუტურად ზუსტად რა და გვჭირდება მათემატიკა იმისათვის, რომ თიუნინგი გავაკეთოთ გარე სამყაროში და ჩვენი. რაღაცები მე ავაშენოთ და ავაგოთ რა. ერთ-ერთ წინა გადაცემაში მაქვს თქვა, რომ მათემატიკა მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. ხო, ეს არ არის სამყაროს ენა რა, ეს იყო პითაგორას არასწორი გაგება, რომელიც მე მთელ მსოფლიოს ძალიან მოეწონა რა. უბრალოდ მათემატიკა მაქსიმალურად ჩვენ შევქმნით ისეთნაირად, რომ მიერგოს იმ სამყაროს, რომელშიც გავაკეთოთ მანქანები, ავაშენოთ კარგი სახლები. ხო, პირველი სახლები იყო წრიული, რატო იყო წრიული? იმიტომ რომ არ ქონდათ ეს ისა რა. წრიული საშენება ადვილია. კუთხეები არ ჭირდება, რაღაცები არ ჭირდება რა. ხო, მაგრამ ავეჯი ითქმება ცუდად წრიულ სახლებში. ხო, მაშინ ავეჯი არ ქონდათ. კარგი. ადვიცოლო მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო, ბატონო გიგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დაგველოდეთ შემდეგ გადაცემამდე. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ.